Თქვენს წინაშეა 4 ფერის ჩელენჯი, მიჭირავს 4 კონვერტი, თითოეულში მოთავსებულია წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი ფერები. მე დამართა შემთხვევითობის პრინციპით ამოვარჩევთ 2 ფერს, შემდეგ წავალთ 2 ნაბიჯის მარკეტში და თითო ფერის 10 პროდუქტს შევარჩევთ. შემდეგ გავაკეთებთ 4 კალათას და ერთმანეთს შევადარებთ და გავიგებთ თუ რომელი არის ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი კალათა. შემდეგ კი თითოეულ კალათას დავაგემოვნებთ და გეტყვით თუ რომელმა გაიმარჯვა და რომელი არის უფრო გემრიელი. შეგახსენებთ, რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანიაა Galfi და ახლა კი მოდი გადავინაწილოთ ფერები. აირჩიე ორი ფერი? მე ავირჩევ ამას და აი ამას. ახლა კი დროა რომ ნახოთ ფერები, მართა გახსენი? გავხსნათ პირველი კონვერტი და ეს ფერი არის ლურჯი. ეხლა გავხსნათ უკვე მეორე კონვერტი და წითელი. მოკლედ მე ამომივიდა ლურჯი და წითელი. მეც გავხსენი მეგობრებო და რაც დარჩა ის ამომივიდა. ყვითელი და მწვანე. წავედით. ახლა კი წავიდეთ ორნაბიჯში და ავარჩიოთ პროდუქტები. აი მოვედით მეგობრებო ორნაბიჯში და ახლა შევიდეთ და ავარჩიოთ პროდუქტები. ახლა პირველობაზე ვითამაშებთ ჯეინას და ვინც მოიგებს ის დაიწყებს. წავიდა. ჯეირანი. ჯეირანი. მე ვიწყებ, წავედით. ავარჩიოთ ახლა ყვითელი და მწვანე პროდუქტები. პირველ რიგში დავიწყოთ ყვითლით და რა თქმა უნდა პირველი პროდუქტი რომელიც იქნება ყვითელი არის ეს და მგონია რომ მეორე პროდუქტი რომელიც არის უგემრიელესი იქნება ეს. ეს ჩვენი ორი ყვითელი პროდუქტი. შეგახსენებთ რომ უნდა იყოს 10. წავედით. ყვითელი რამე გვინდა? ეხლა მოდი ავიღოთ ეს ყვითელი შოკოლადი. ძალიან გემრიელია. მარცა მითხრა რომ ყვითელი თუ შეგხვდება ეს აიღებ, იმიტომ რომ ბავშვებისთვის ძალიან საყვარელი რაღაცა არის, არ ვიცი და ძალიან საინტერესოა. მოდი ავიღოთ ესეც. უკვე 4 პროდუქტი გვაქვს, ახლა ავარჩევ მეხუთე რა შეიძლება რომ იყოს. მეხუთე შეიძლება იყოს კრუასანები. მოდი ავიღოთ მეხუთე ეს კრუასანები. კარგი, კიდე რა შეიძლება რომ ყვითელი ავიღოთ? ყველი. გვინ ძალიან კაი ყველია. მოდი ეს ავიღოთ, ესეც მეექვსე ყვითელი პროდუქტი. 4 დაგვრჩა. მოით ახლა ხილბოსტაინიდან ავიღოთ აუცილებლად ლიმონი და ბანანი რა თქმა უნდა. გვაქვს 6 ყვითელი პროდუქტი. ახლა დავამატე ბანანი და ლიმონი და გახდა 8. დაგვრჩა 2. ბოლოს ავიღოთ ჭხირები და M&M's. ესეც ასე რა. მოკლედ ეხლა ავარჩევ მე წითელ პროდუქტებს. წავიდეთ. მოკლედ მე ავიღებ აი ამ ვაფლს. დაწუნებული ვარ რომ მან რაღაც ჩიფსებს აიღებ და ამიტომაც მეც ავიღებ აი ამ დორიტოს, ხომ წითელია და ტრიქს. აი ესე ჩემი 3 პროდუქტი. ეხლა ავიღებ რა თქმა უნდა ჩემს ყველაზე საყვარელ აი ამ კრეკერებს. მოკლედ აქედან ავიღებ აი ამ იოგურტს და აი ამ სიროფს. აი ესე ჩემი 6 პროდუქტი. აი ბარემ აი ამ ჩოკოპაისაც მე ავიღებ. ეხლა ავიღებ ყველა ბავშვისთვის აი საყვარელი კინდერი და კრუასანი. აი ესეც ჩემი 9 პროდუქტი. ესეც ასე, ეს არის ჩემი ბოლო პროდუქტი. ეს არის ბროწეულის წვენი და ეხლა მანერაჟერია. მწვანე. პირველი პროდუქტი გვაქვს. მეორე იქნება ეს ნაკინი. მესამე და მეოთხე ინგრედიენტი შევავდეთ. ესეც 5 ლიმონადი. ჩიფსის გარშე რა თქმა უნდა შენელი არ გამოვა და მე-7 იქნება ბულუჩი. მე ავიღებ რისები და ასევე აგიტრის ის მწვანე მომენტარი გემრიელესი ორივე კვარტალიან და მე-10 პროდუქტი არის ეს მწვანე ზეთისხილი. მოკლედ ეხლა არის ჩემი ჯერი და აურჩიოთ ლურჯი პროდუქტები. პირველ რიგში ავიღებ აი ამ ორეოს, რადგან ლურჯია, რა თქმა უნდა შოკოლადები, ანტბენ გოლდი და ბაუტი. კიდე ავიღე აი ეს მაფინი და აი ეს შოკოლადის კვერცხი. ეს არის ჩემი მე-6 პროდუქტი. ნახეთ უბრალოდ რა მხელა ჩუქცია რომ აი მანას უეჭველი ამხელა არ ექნება, ამიტომაც ჩემი აზრით გავიმარჯვებ, იმიტომ რომ აუიაბა ჩემ თავს ხელა. წენა დავინახე რომ მანამ აიღო ნაყინი, ამიტომაც რა თქმა უნდა მეც ხომ არ ჩავოვჩები და აუცილებლად მეც აი ეს ნაყინი ავიღებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ეს არის ჩემი მერვე პროდუქტი, წვენი რა თქმა უნდა და ჩავაგდოთ კალათი. დაგვრჩა 2 პროდუქტი და შემდეგ წავედით. ეს არის იოგურტი და კიდევ ავიღებ აი ამ დნარ ყველს. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ორივე. და მორჩა, მე უკვე ავიღე 10 პროდუქტი და ეხლა წავიდით და დავაგემოვნებთ. ესეც ასე მეგობრებო, ესეც მწვანე, ესეც ყვითელი, ესეც ლურჯი, ესეც წითელი. ერთი სული მაქვს, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ლამაზი გამოვა და წავედით ახლა მალე გადავიღოთ.
ესეც ასე მოვედით, ახლა მართა იწყებს და შემოაქვს წითელი ფერის პროდუქტები. მართა შეგიძლია მოხვიდე. აი, ესე ჩემი წითელი ფერის პროდუქტები, რომლებიცაც გამარჯვების უნიაზდის. ძალიან ლამაზად გამოიყურება, სხვათა შორის მინდა აღვნიშნოს, სილამაზით მართლაც ძალიან მშვენიერია, გვაქვს ძალიან საინტერესო პროდუქტები. მართასთვის საყვარელი, რა თქმა უნდა, რომ ამას აიღებდა. დორიტოსი, ჩოკოპაი, კრუასანი, კრეკერები, კინდერი. ჩუდო 1, ჩუდო 2, აქ გვაქვს კიდე ვაფლი, ბრიქსი და წვენი. მართა, გითხარი ახლა ამ კალათის ფასი. ის აღერდა ეს ყველაფერი 32 ლარი, ფასდაკლებით კი 27 ლარი. კი ბატონო, მშვენიერია, მგონი ახლა შეგვიძლია რაღაცები ცოტა დავაგემოვნოთ. მე რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩიპსი უნდა გავსინჯო და შესაძლოა შეფუთვა შეუცვალეს თუ გემო, არ ვიცი მე. მომწონს შესაძლოა აქ საქართველოს დროშა რო ახატია. ქართველი ჩიპსია. გემო მგონი იგივეა. აია. ეს მაგრამ ძალიან გემრიელია. ეხლა რა თქმა უნდა გავსინჯოთ, აი ჩემი ყველაზე საყვარელი რაღაც კინდერი. აი გიჟდები. მე გავხსნი ჩოკოპაი. მიყვარს. აიმე საუკეთესო ამ ბურთულებზე ვგიჟდები და გვაქვს ეს კოუზი. ვაუ, ძალიან კაი სუნი აქვს შესაძლოა. მომეცი? აი რა, ერთი ბურთული შენაი. ვაუ. მაგამდე სათამაშო გავხსნათ ჩვენ. აიმე ის რა არის, მაგრამ ხვდები ძალიან კარგი რაღაცა. კინდერში სულ კარგი სათამაშოებია მომდის მე. ძალიან კაია. კაია ხო? სათამაშო მოვიდა ერთი. ძალიან საყვარლობა სხვა. კაია. ფილი ჩამოიკიდა, მე მომეწონეს. ოკეი. შემდეგი მინდოდა რომ ჩოკოპაი გაგვესინჯა და ახლა დავსინჯავთ. მართლაც ძალიან უყვარს. შორის. მაგრამ რატომღაც იაფიანი უფრო მომეწონა გახსოვთ? პირველს იაფიანს დავწერთ 9 ქულას და ძვირიანს 8-ს. არ ვიცი, აი რაღაც შეთქმულება დადი დღეს რომ პირიქით გააკეთებ თუ რა ხდება. არა, უბრალოდ მართლა ის უფრო გემრიელი იყო პირველი ვიდრე ის. ფენიერია. ფასის მიხედვით მგონი ძალიან ნორმალური. კარგი ფასია, 27 ლარი, ხო? ხო. ძალიან კარგია. აქვს შანსი ჩემი აზრით რომ მოიგოს. პროდუქტებიც, რავი, ყველა ძალიან გემრიელია. ეს ძალიან მიყვარს. ნახოთ. ახლა კი ჩემი ჯერია და შემოვიტან ყვითელ პროდუქტებს. მოკლედ, აი მანანას მოვიდა უკვე თავისი ყვითელი პროდუქტებით, რომელსაც წაგების სუნი ազდის. არა, ჩემი აზრით, რა ვიცი, ხალხოობა შეიადარეთ, მგონი ჩემი პროდუქტები უფრო კარგას, უფრო მრავალფეროვანია და მე ამას დაბამტკიცებ, ხვდებით? არა. 43 ლარის ნაცვლად გადავიხადეთ 35 ლარი ამ პროდუქტებში და რა ვიცი, მოდი გავსინჯოთ პირველ რიგში. რა ვიცი, აბა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უსაყვარლესი ჩიპსი, რომელიც, რავი, ანუ საუკეთესოა. ჩემი აზრით, აქ ძალიან საინტერესოა. აი ეს რაღაც, რაც თვითონ მართა მითხრა, რომ აუცილებლად აიღეო, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებთო ბავშვებსო, ნახოთ. ძალიან მიყვარს გიჟდები. ანუ შოკოლადია და შიგნიდან შუშხუნებს. ძალიან გემრიელია, კი. ეს შოკოლადია. ეს კინი როგორც მაქს ფანი ისე არა. მართლა კაი რაღაცაა, საინტერესოა. და ჩემი აზრით, აი ნახეთ მეგობრებო, ყველაფერია საერთოდ M&M's-იც არის, ჯანსაღი გინდათ რამე? ბანანი, ჩაი გინდათ, ლიმონი, კრეკერი, შოკოლადები გინდათ? ნახეთ რამდენი შოკოლადია, კუნთი და მეჭიმა. ოხ, მეც კუნთი და ჩიპსები და ყველი. ყველი მიყვარს და იმდენად საინტერესოა ამ დაფაზე ყველი, რომ ყველი აუცილებლად უნდა გავსინჯოთ. საინტერესო ყველია. ძალიან საინტერესო ყველი. აუ, როგორია? აი ზუსტად ისეთი აი მულტფილმებში რო არის, ხო იცი დახურეტილი ყველები ეგეთია. ომიდა ჯერში რო ყველია. აი ესეთი ყველი გვაქვს. მაგიტო ვამბობ, რომ ძალიან მრავალფეროვანია ჩემი დაფა. ნახავ შემდეგ ფერებს ჩემს ეს, ნუ ეს ძალიან კარგია, მაგრამ ნახავ კიდე. შვენიერია. ახლა მეგობრებო, მართას ჯერია და მესამე ლანგარი თუ შეიძლება რომ შემოიტანო. ადე. მოვიდა და სხვათა შორის სილამაზით, მეგობრებო. მე ძალიან მომწონს ეს ლანგარი. ნახეთ აი ფერი თვითონ და ძალიან ლამაზია რა. აი ძალიან ესეთი ლანგარია, იმიტომ რომ აი ნახეთ. მართლა ძალიან ლამაზია. ბრავო. რაღაცა აი ფერი არის ისეთი, რომ შანსი აქვს, რომ ჩემ ყვითელს შეედაროს რა. კი. აბა
მოგვიყევი, რა ხდება, როგორ ხდება? Sky. წადი. Sky. ის ეს ყველაფერი ღირდა 49 და 35, ფასდაკლებით კი 45 ლარი. კი ბატონო, ჩემი აზრით საინტერესოა აქ. ალუბლის წვენი და მოდი გავსინჯოთ. ოპა, გაუმარჯოს. მაიმე. დასხი. ოპა. ისე ძალიან ლამაზი ფერია ლურჯი, ხო? მომეწონა რაღაც რო შემოიტანე. ძალიან კაია. რა თქმა უნდა. შვენიერი. ვაშერს ნახე აქ მეც მოკრემყველები და რაღაცეები. ვა, ნახეთ. ამიტომაც გაუბედავს და კრემყველი დაუნდია მართა გოგოს. აქეთ აქვს იოგურტი, აქეთ აქვს შოკოლადის ფილა. რა თქმა უნდა, კიდე რაღაცა რაშიც მე სათამაშო და შოკოლადებია და სიურპრიზებია. აქვს ბაუნტი, აქვს ნაყინი, რა თქმა უნდა. მაფინი, ეს ჩემი საყვარელი მაფინია, სხვათა შორის. ძალიან უცხო ჩიპსი, სხვათა შორის ეს ჩიპსი. გონი მე არ მაქვს გასინჯული. მე მილიონჯერ. ძალიან კაია. ეს არის არაჟნის და ხახვის. ზოგადად მე ყველაზე მეტად მიყვარს არაჟანი და ხახვის კომბინაცია ჩიპსში და ძალიან კაია. მოკლედ, შვენიერია, ორეო გვაქვს აქ კიდე და მართლაც ლამაზი ლანგარი მოგვიმზადა ჩვენმა მართამ. ესეც ასე მეგობრებო, ბოლო ლანგარი დარჩა მწვანე, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე განსხვავებული და ყველაზე კარგია და ახლა შემოვიტან და შემდეგ გადავწყვიტოთ, რომელი არის ყველაზე გემრიელი ლანგარი და ასევე რომელი არის ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირიანი. მოვდივარ ყველაზე მძიმე და ყველაზე მრავალფეროვანი ლანგარი თქვენს წინაშე. ვათ ეს რა არის? ერთი წამი. მოდის. Scooby-Doo papa. ესეც ჩვენი ყველაზე საინტერესო ლანგარი და რას წარმოგიდგენთ ამ ლანგარზე? კიტრის მწნილი მეგობრებო. მივესალმოთ. კბილი siminди. მიყვარს უბრალოდ მივესალმოთ თუ შეიძლება. ზეთისხილი მიყვარს მივესალმოთ. და თქვენ გონიათ მარტო ესეთი რაღაცეებია? რა თქმა უნდა. ნაყინი სკუპი. ვიცი რო გიყვარს. რა თქმა უნდა, ლიმონათი. ბურბუშელა, ჩიპსი, რა თქმა უნდა, შოკოლადის გარეშე დაგტოვებდით, არ დაგტოვებდით, რა თქმა უნდა, შოკოლადის გარეშე აქ გვაქვს ჩვენ ალპენ გოლდი, ესეც მეორე შოკოლადი და ვაფლი. როშელის ვაფლი. აი, ყველაზე მაგარია რა. ჩიპსიც არის, შოკოლადიც არის, სიმინდი მოგინდა? არ ინერვიულო. ლიმონათი მოგინდა? არ ინერვიულო. ნაყინი მოგინდა? ბურბუშელა არ ინერვიულო არაფერზე. ამ დაფას ქვია არ ინერვიულო, იმიტომ რომ ყველაფერი გაქვს, ხვდები? მოდი, პირველ რიგში გავსინჯოთ. მომეცი. კიტრის მწნილი. გიჟდუ კიტრის მწნილზე. ან თვითონ კიტრს და პომიდორს არ ჭამს და კიტრის მწნილზე ვგიჟდუ. ამ დაფაში, ამ გენიალურ დაფაში 37 ლარის ნაცვლად გადავიხადე 30 ლარი. გიჟდები უბრალოდ. ხოშერს მე იცით რა მიყვარს? ნუტელა, კიტრის მწნილი, ურთაერთად. ნუ არ ვჭამა, ცუდი გემორა, გასინჯეთ. ხო, რა გასინჯო? კიტრის მწნილი, ნუტელა და პური. არ გასინჯოთ. რა თქმა უნდა, სკუპის ნაყინი და პირველ რიგში ვიღებ სათამაშოს. სათამაშო აქვს? ვარ იცოდი? აი აქ აქვს სათამაშო. გადმოვალგოთ მეგობრებო, ნელა ეს გენიალური დაფა, დამეთანხმებით ალბათ რომ გენიალურია. ხსნი. ვერ ხსნი? ხო, ხსნი. მგონი. სკუპი გვანახე აბა. ამ სათამაშო. აი მოკლედ ეს არის და აი აქ უნდა გახსნა ეს და აქ არის სათამაშო და ნახოთ. ძალიან რაღაც ასაწყობი არის ლეგო. ხო? მაგარია. მოიცანო, მაცივრის სათამაშოა? რაღაცა. ვაუ, ეს მართლა ძალიან საინტერესო რაღაცაა. ნახე, აი უბრალოდ იმაგრესია, ხვდებით? მოკლედ ეხლა გავსინჯოთ თვითონ ნაყინი, აი გიჟდები უბრალოდ. მე არ მაქვს გასინჯული და მე გამასინჯე. გავსინჯოთ. ძალიან კაია. კაი, ყველა ბურთულები ნუ შეჭამე. ზემოდან აყრია რაღაც ბურთულები და მაგას მეუბნება. ეხა მე. ხო, ბევრჯერ გაქვს ნაჭამი. ადრე. ნუ ეხლა არა. ენახეთ ესე უნდა ამოასხალტა. ხვდები, სამოსხლინტლა. რას ნიშნავს? კარგით მეგობრებო, სანამ მართა ჭამს და სიამოვნებას იღებს, მე საკუთარ თავს უფლებას მივცემ რომ წავიკითხო გამარჯვებული კომენტარები. დიახ, ამ ვიდეოში გვექნება გამარჯვებული კომენტარები და პირველი გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა ანა 31-მა.
მე თქვენი გამომწერი ვარ და თქვენი ყველა ვიდეო ვიცი, ძალიან მიყვარხართ, ვიცი რომ ვერ გამიმარჯობა, მაგრამ არა უშავთ, თავარი გამარჯობა არ არის, წაგება მოგების მეგობარია, ძალიან მიყვარხართ. ზუსტად, წაგება მოგების მეგობარია, დღეს შეიძლება მართან წააგო, თუმცა არა უშავს. შეიდან მეორე გამარჯვებული კომენტარი. ლიზა ყაჭიური. გამარჯობა მართ ამანანა, მე მქვია ლიზა და მეც დავდივარ ჰიპ-ჰოპზე, ძალიან კარგად ცეკვავ. ჩემი და ჩემი ძმაც გიყურებენ თეკლა და გიორგი, იმათ უნდათ რომ ამ კომენტარმა გაიმარჯვოს და მე ძალიან მინდა და კიდე ვლოგი გადაიღეთ ზაფხულის 1 კვირა. გამარჯობა, გილოცავთ სამივეს და გვიყვარხართ ძალიან. მესამე გამარჯვებული კომენტარი ბადრიმ დაგვიწერა, მანანა და მართ არასდროს არ გამარჯვო, მაგრამ ძალიან მიყვარხართ. აი სული და სიხარულით ველოდები თქვენს ვიდეოებს. მიყვარხართ და წარმატებების. ნამდვილში მე ბაბი მქვია, ბაბი ძალიან დიდი მადლობა, უსაყვარლესი ხარ და შენმა კომენტარმა გაიმარჯვა. ახლა კი მოდი გამოვავლინოთ გამარჯვებული დაფა, რომელიც იყო ყველაზე ბიუჯეტური, ყველაზე იაფი დაფა გამოვიდა წითელი 27 ლარი და ყველაზე ძვირი დაფა გამოვიდა ლურჯი 45 ლარი. ერთი წამი. ორივეში შენი ფერები რატოა? ყველაზე იაფიც და ყველაზე ძვირიც, ანუ შენი ფერები გამოვიდა. ხდები? რა? ანუ მე აქ რას ვაკეთებ? თამაშ გარეშე ვარ? კი ბატონო, ხოლო გემოს მიხედვით, ეხა მართლა შევაფასოთ რეალურად რა. ჩემი აზრით ვიზუალურად გავამარჯვებინებდი ლურჯს, იმიტომ რომ ლურჯი იყო, არ ვიცი, ჩემს ყველაზე ლამაზი, რაღაცა ძალიან ეფექტური იყო. ხოლო გემოთი და მრავალფეროვნებით რა გავაკეთო? მე მგონია რომ წბანემ უნდა გაიმარჯვოს. კი, მართლა? აი ძალიან კარგი იყო. ხო, ანუ რაღაცნაირია რა, რაღაცა იმეტად უფრო გამბედავი და ისეთია რა. კი ბატონო, მეგობრებო, სკაი, წადი. ესეც ასე მეგობრებო, მგონი ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ორი ერთნაირის მეგობარი კომპანიაა Galphi და მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე დაგიბრუნდებით მომდევნო უმაგრესი ვიდეოთი. ნახვამდის. კარგად.